ეს მაკგრეგორია, რომელიც აპირებს ახლა ავტობუსში ავარდეს და თავის მეგობარი დაასისხლიანოს. ხაბიბი და კონორი ორ სხვადასხვა წონაში იბრძოდნენ. ერთმანეთთან ჩხუბი არ უწევდა და შესაბამისად გასაყოფიც არაფერი ჰქონდათ. დღეს მოგიყვებით თუ რა მოხდა ისეთი, რომ ერთი მეორეზე თავდასხმის გამო ციხეში მოხვდა. ხოლო მათი დაპირისპირების გამო ორგანიზაციამ ტონაფული იშოვა და მისი სახელი ყველამ გაიგო. I'm gonna kill you and your whole team. Message like location, I'm gonna come. საუბარი ალბათ იმით უნდა დავიწყო, რომ კონორი და ხაბიბი თავიდან ერთმანეთის მეგობრები იყვნენ. ნუ მეგობრები თუ არა, ერთმანეთისადმი კარგად განწყობილი მებრძოლები. თუმცა 2015 წელს ყველაფერი შეიცვალა. კონორი მაშინდელი ქვემსოფლური ზონის ჩემპიონ ჟოზე ალდოსთან უდიდესი ბრძოლის ჩასატარებლად ემზადებოდა. ღონისძიების წინა პერიოდში მებრძოლები აქტიურად ატარებდნენ პრესკონფერენციებს. ერთ-ერთ ასეთ პრესკონფერენციაზე კონორმა მსუბუქ ზონაში გადასვლის იდეა გააჟღერა და თან ამავე დროს იწინასწარმეტყველა, რომ ამ ზონის ჩემპიონი მომავალში ხაბიბ ნურმაგომედოვი გახდებოდა. ეს სიტყვები მაშინ თითქოს უბრალოდ მოსაზრება იყო, მაგრამ მოგვიანებით სწორედ ამ წინასწარმეტყველებამ ჩაუყარა საფუძველი ორგანიზაციაში მომხდარ ყველაზე დიდ ინციდენტს. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიელი ქვემსუბუქ ზონაში იბრძოდა, ტანიც საკმაოდ მასიური იყო. ამიტომ მისი მსუბუქ ზონაში გადასვლის იდეა საკმაოდ რეალური იყო. 2015 წელს ხაბიბს კონორზე კითხეს, თუ რას ფიქრობდა მის ამ გადაწყვეტილებაზე, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა. No, I like Conor McGregor, but he come 155 for me need smash him. No problem. ამასობაში რა მოხდა? ჟოზე ალდო გაიტრამვა და კონორს კი აუცილებლად უნდა ებრძოლა. ხო და ირლანდიელს დროებითი ქამრისთვის ბრძოლაში ჩედ მენდესი დაეჯახა. მაკგრეგორმა მეორე რაუნდში ჩედი დაამარცხა და დროებითი ქამრის მფლობელი გახდა. ხოლო მოგვიანებით UFC 194-ზე სულ რაღაც 13 წამში ჟოზე ალდო გაანადგურა და უპირობო ჩემპიონი გახდა. ერთი შეხედვით მაკგრეგორი დაუმარცხებელი ჩანდა, თუმცა რა იცოდა წინ რა ელოდა. ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო. კონორი მისი მიზნისკენ დღავს კიდევ ერთ უდიდეს ნაბიჯს და ამჯერად ბრძოლა ენიშნება უკვე მსუბუქ ზონაში, რაფაელ დოს ანიოსის წინააღმდეგ. თუმცა ისე მოხდა, რომ დოს ანიოსი ბრძოლას ჩაეხსნა. სხვა ვინ აიღებდა ორი კვირით ადრე ასეთ ბრძოლას თუ არა ნეიტ დიაზი. Conor McGregor, you're taking everything I work for, I'm gonna fight you. რა თქმა უნდა, ბრძოლაც აიღო და მოგებაც სახლში წაიღო. ნეიტმა კონორი დააფინიშა. ეს იყო პირველი ნაპერწკალი, რომელმაც მაკგრეგორის კარიერაში უდიდესი კრიზისი გამოიწვია. ასეთი შედეგის გამო დაუყოვნებლივ ჩაინიშნა რემატჩი UFC 202-ზე, სადაც მაკგრეგორს შანსი გაუჩნდა, რომ ორგანიზაციაში წაგებული პირველი ბრძოლის რევანში აიღო. მას ეს გამოუვიდა. ირლანდიელმა ნეიტ დიაზი ძალიან მაგარ ბრძოლაში გადაწყვეტილებით დაამარცხა. იმავე წელს მას შანსი მიეცა, რომ მსუბუქი ზონის ქამრისთვის ებრძოლა იმდროინდელი ჩემპიონის ედი ალვარეზის წინააღმდეგ. კონორმა ეს ბრძოლა მოიგო და UFC-ს ისტორიაში გახდა პირველი ადამიანი, რომელსაც ერთდროულად ორი დივიზიის ქამარი ჰქონდა. მაგრამ აქ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი. იმავე ღონისძიებაზე ხაბიბ ნურმაგომედოვი მაიკლ ჯონსონს ეჩხუბებოდა, რომელსაც მოუგო. დაღესტნელი ძალიან გაბრაზდა, როდესაც კონორს პირდაპირ სატიტულო ბრძოლა მისცეს. მაშინ, როცა თავა წლების განმავლობაში რიგში იდგა. ეს არაფერია იმ დაძაბულობასთან შედარებით, რაც მოგვიანებით მოხდა. იქამდე სანამ ეს ზემოთხსენებული ღონისძიება დაიგეგმებოდა, გასახდელში ხაბიბს და მაკგრეგორს შელაპარაკება მოუვიდათ. ტემპერატურა ისე აიწია, რომ დაცვის გამოყვანა და მათი ერთმანეთისგან მოშორება გახდა საჭირო. ბრძოლების შემდეგ ნურმაგომედოვს თხოვეს, რომ მომხდარ ინციდენტზე ესაუბრა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ედი ალვარეს და ტაირონ უდლის არ გავდა და ნებისმიერ მომენტში მზად იყო, რომ ოქტაგონზე ირლანდიელის წინააღმდეგ შესულიყო. ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში კი რა თქმა უნდა კონორი გამოიწვია. Your guy, beginning of the year, he tap like chicken. End of the year, he fight for the title. Crazy. Hey. მიკროფონით ხელში UFC-ს ეკითხებოდა, როგორ მისცეს სატიტულო ბრძოლა კაცს, რომელიც მოახჩო სამარეში ცალფეხ ჩადგმულმა ნეიტ დიაზმა. ეს კონფერენციაზე კონორს კითხეს, თუ რას ფიქრობდა სამომავლოდ ხაბიბის გამოწვევაზე, რაზეც მან უპასუხა, რომ ჯერჯერობით ასეთ სცენარს ვერ ხედავდა, რადგან ხაბიბი მთლად აქტიური მებრძოლი არ იყო. მას კი ისეთ მებრძოლებთან უნდოდა ჩხუბი, რომელიც ხშირად ჩხუბობდნენ. პარალელურად რა ხდება? აი კონორმა 2015-ში რომ ქვემსუბუქის ქამარი მოიგო, მისი დაცვისთვის ჯერ კიდევ არ უჩხუბია. სამაგიეროდ 2016 წელს ხმები გავრცელდა, რომ კონორი კრევში გამართავდა მატჩს ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ. ეს ღონისძიება მერე მართლა დაიგეგმა და მისი MMA-ში დაბრუნების თარიღი უცნობი იყო. ამ დროს დაღესტნელს ბრძოლა ენიშნება 4 მარტს UFC 209-ზე, ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ.
სამწუხაროდ ეს ბრძოლა ჩაიშალა, რადგან ხაბიბს წონის კლებასთან საკმაოდ დიდი პრობლემები ჰქონდა. მაგრამ ნურმაგომედოვი ბრუნდება, თუმცა ამასობაში ფერგიუსონს ბრძოლა უწევს კევინ ლისთან და შემდეგ იგებს მსუბუქი წონის დროებით ქამარს. ხაბიბს დაბრუნებისას ბრძოლა სჭირდებოდა, ხოდა მას ედსონ ბარბოსა შეახვედრეს. ამ ბრძოლაში დაღესტნელმა ოპონენტს გადაუარა და უპირობოდ გახდა წონის ნომერ პირველი კონტენდერი. ბრძოლის შემდგომ რა თქმა უნდა ისევ კონორზე საუბრობდა. But about Conor, I don't think because he have a lot of money now, he have to spend this money. After when money is finished, I think he gonna come back. მის გამარჯვებას კი ირლანდიელი გამოიხმაურა და ის გააკეთა, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ტვიტერზე პოსტები დასცინოდა. თავის მხრივ ინტერნეტში ხაბიბიც პასუხობდა და ეუბნებოდა, რომ მოეკედა. ეს ყველაფერი იქამდე, სანამ დაძაბულობა პიკს მიაღწევდა. ეს მომენტი კი უკვე ახლოს იყო. ყველაფერი თითქმის მაშინ დაიწყო, როდესაც ფერგიუსონი ხაბიბთან ბრძოლას ჩაეხსნა, ტრამვის გამო. მის მაგივრად კი მაქს ჰოლოვეი გამოჩნდა. ეს ბრძოლა UFC 223-ზე უნდა ჩატარებულიყო. როცა ბრძოლის კვირა მოახლოვდა, გავრცელდა ვიდეო, სადაც მაკგრეგორის ახლო მეგობარი, არტემ ლობოვი, ხაბიბ ნურმაგომედოვს უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, აგინებდა და ამცირებდა. აქედან მალევე 3 აპრილს ბრუკლინის ერთ-ერთ სასტუმროში ჩვენი არტემა ხაბიბს კორიდორში გადაეყარა. რა გასაკვირია, ხაბიბმა მაგრად აკაჩავა. ქეჩოში ჩაოლო და ეუბნებოდა, რომ ტრაკი მიეყენებინა და მეორედ მისი სახელი აღარ ეხსენებინა. აი აქედან იღებს სათავეს ის დაპირისპირება, რომლის შემდეგაც დაიწყო ძალიან ბევრმა MMA-ის ყურება, მათ შორის მეც. 2 დღის შემდეგ, 5 აპრილს, იმ ადგილს, სადაც მებრძოლებით სავსე ავტობუსი იდგა, სადაც ასევე ხაბიბ ნურმაგომედოვი იჯდა, ძმაკაცის ასე დამცირების გამო თავს დაესხა კონორ მაკგრეგორი და მისი ხალხი. ხო, ასე 15-20 კაცი. ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ იღებს ირლანდიელი აი ამ ყუთების გადასაადგილებელ რკინას. ხო, ამას ქართულად რა ქვია, არ ვიცი. და როგორ ესვრის ავტობუსის ფანჯარას. სხვათა შორის მხოლოდ შუშა არ ჩამტრეულა. ზოგმა მებრძოლმა სერიოზული დაზიანება მიიღო, ისეთიც, რომ 1-2 ბრძოლასაც კი ჩაეხსნა. სიტუაცია განიმუხტა. კონორი და მისი ხალხი ტერიტორიას გაეცანენ. შემდეგ ხაბიბიც გამოჩნდა და ყველასათვის ნაცნობი ის სიტყვები თქვა. Send me a message like location, I'm gonna come. ხო, ის თუ იცით, რომ ამის გამო კონორი ციხეში ჩასვეს. მაგრამ დიდი არაფერი. მაგ დღესვე გამოუშვეს 50000 სანაცვლოდ. ამ მთელი ბარდაგის კულმინაცია რა იყო? ტონი ფერგიუსონს ჩანაცვლებული მაქს ჰოლოვეიც ბრძოლას ჩაეხსნა. ბოლო დღეს, წონის კლებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. სიტყვამ აღარ გამიგრძელდეს ხაბიბი. ჰოლოვეის მაგივრად ელლა კუინტას დაუპირისპირდა. ბრძოლა მოუგო და ჯო როგანის მიკროფონით კონორი გამოიწვია. საბოლოო ჯამში ამ ამბის გარშემო ატეხილმა, ამ ხელა აჟიოტაჟმა და აწეულმა ტემპერატურამ დანას და UFC-ს სხვა ვარიანტი არ დაუტოვა და ის ბრძოლა მაინც ჩაინიშნა. 2018 წლის 7 ოქტომბერს UFC 229-ზე. მებრძოლები ოქტაგონში შევიდნენ, რათა საბოლოოდ გაერკვიეთ მატჩი ურთიერთობა. დღევანდელ ეპიზოდში სულ ეს იყო. თუ მსგავსი კონტენტი მოგწონთ, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ეპიზოდში.